Salmებით მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გააჩნია უახლოეს ხანში რას გულისხმობთ, ერთ და ორ დღეში ეს ომი რომ არ დასრულდებოდა, ყველას ესმოდა. გუშინ დაასახელა პრეზიდენტმა ტრამპმა 4-5 კვირა ვნახოთ, ანუ ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენი დრო აქვთ სავარაუდოდ ამერიკელებს გათვლილი ამ ოპერაციისთვის. Ვფიქრობ, რომ 4-5 კვირა ის პერიოდია, როდესაც რადიკალურად შეიძლება დასუსტდეს რეჟიმი და სწორედ რეჟიმის ცვლილება არის ახლა მიზანი, იმიტომ რომ პირველი დღიდან ნახეთ, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერი, ანუ პირველი პირი იქნა ლიკვიდირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟიმის ცვლა არის მიზანში ამოღებული. ამ მიმართულებით მუშაობს ისრაელიც და შეერთებული შტატებიც. ყველა მოელის, რომ ინტენსივობა კიდევ უფრო მოიმატებს იგივე ირანზე შეტევის და ამის დაანონსებაც ვნახეთ, რომ ჯერ არ დაწყებულა ის მასიური შეტევები, რომელიც ჩაფიქრებული აქვს და რომელსაც გეგმავენ. ვნახოთ, უახლოეს ხანში უნდა მოიმატოს წესით ამ ინტენსივობა. გავლენები რეგიონზე და საფრთხეები რეგიონთან კონტექსტში. რას უნდა ველოდოთ? ჩვენ დილიდან ვკითხულობდით, რომ მაგალითად გავლენა უკვე ირანში ჰორმუსის სრუტის ჩაკეტვამ გავლენა მოახდინა ნავთობის ფასზე, როგორც ამერიკული ნავთობის ფასზე. აი, რა პრობლემების წინაშე შეიძლება დააყენოს რეგიონი არსებულმა ვითარებამ? პრობლემები უკვე არსებობს, ნავთობზე ფასმა მოიმატა, ბუნებრივ აირზე მოიმატა, მაგრამ ეს მაინც დროებითი მგონია, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ის დარეგულირდება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ის ზარალი, რომელიც ადგება სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, მაგალითად გაერთიანებულ არაბულ საემიროებში ყოველ წუთიერად, რაც დაითვალეს ეკონომისტებმა, $1 მილიონ კარგავს ეს ქვეყანა. ამ მიმდინარე ომის დროს, იმიტომ რომ გაჩერებულია აეროპორტი, გაჩერებულია ბიზნესები, ინვესტიციები, რომელიც ამ ქვეყანაშია ჩადებული, ცდილობენ გაიტანონ უკან და არაბული ქვეყნები აი ასეთი საფრთხების და გამოწვევების წინაშე დგანან და ჩვენ არ ვიცით კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ირანთან კონფლიქტი და გამოიწვევს თუ არა ეს ჰუმანიტარული კრიზისი თავად ირანში, იმიტომ რომ ირანის მოსახლეობა არის 90 მილიონი და თუ იქ სერიოზული ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო და 2%-იც რო ამოძრავეს მოსახლეობის, ეს უკვე 1.8 million კაცია და საიტწავა ეს დიდი მასები ძნელი წარმოსადგენი არ არის, იმიტომ რომ ავღანეთის და პაკისტანის მიმართულებით ნამდვილად არ წავლენ, იქ უარესი მდგომარეობა ისევ მეზობელ ქვეყნებში, ოღონდ დასავლეთით და ჩრდილოეთით ამოძრავების საშიშროებაც არსებობს. ასე რომ მართლაც ისტორიული და ძნელი პერიოდი დგას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ყველას ეხება, არა მხოლოდ ირანს, არამედ ირანის გარშემო ქვეყნებს. ნახეთ დაბომბვები, ნახეთ რაკეტების გაშვება არა მხოლოდ არაბული ქვეყნების მიმართულებით, ისრაელის მიმართულებით, კვიპროსის მიმართულებითაც კი იქნა გაშვებული. მოკლედ ჯერჯერობით კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი ესკალაცია მაინც არ მოხდარა, უფრო მეც შეიძლება ველოდოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ისრაელის და შეერთებული შტატების მხარეც კიდევ არაერთ სიურპრიზს შემოგთავაზებს. რა ტიპის სიურპრიზებს გულისხმობთ, ბატონო ზურა? რა ტიპის განვითარებასებისკენ შეიძლება წავიდეს ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები? მარტშიელობა შორს წაგვიყვანდა, თუმცა რაც ვნახეთ 12 დღიანი ომის დროს, რომელიც შარშან იყო ისრაელ-ირანის 12 დღიანი ომის დროს, მაშინ ვნახეთ ჯგუფები, ირანში მოქმედი ისრაელის დაზვერვის ჯგუფები, რომლებიც თავად უშვებდნენ მაგალითად დრონებს ირანის ტერიტორიიდან ირანის წინააღმდეგ. ახლა ამ ომში პირველ დღეს ვნახეთ, როდესაც ქვეყნის პირველი პირის ლიკვიდაცია მოახდინეს და მასთან ერთად დაახლოებით 50 მაღალი თანამდებობის პირის, რომელმაც დაბნეულობაც შეიტანა და შიშით შეიტანა რეჟიმში და ამავე დროს შექმნა ერთგვარი სახელისუფლებო ვაკუუმი, იმიტომ რომ ამისთვის არავინ ემზადებოდა, იმიტომ რომ ახალი ხელმძღვანელობა
ჯერ არ არის შეგუებული, არ იცის, თქვათ, არასოდეს ყოფილა მმართველი და თან ომის პერიოდში მმართველი, რომელიც ამავე დროს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი ირანში ასევე სამიზნეშია ამოღებული. დიახ, თავარი საყრდენი, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ისრაელმაც და ამერიკის შეერთებულ შტატებმაც გამოაცალა რეჟიმს ამ ომის წარმოებისას, გულისხმობ ლიდერებს, რომელთა ლიკვიდირებაც მოხდა. თუმცა ადაპტაციისთვის და ირანის საპასუხო რეაქციებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ ვსაუბრობდით ირანის მხრიდან დაბომბვებზეც და მსხვერპლზეც მათ შორის, რამდენად სასტიკი შეიძლება გახდეს ომი, რომელსაც ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალს. სასტიკი უკვე არის და ვხედავთ, რომ მათ შორის სამოქალაქო ობიექტებიც იბომბება იგივე არაბულ ქვეყნებში, ისრაელში. ჩვენ ნახეთ, რომ მსხვერპლიც არის. არ ვიცით ზუსტი რაოდენობა რაკეტების კიდევ რამდენი არის ირანის შეიარაღებაში, რომელიც ასევე შეიძლება იქნას გაშვებული. ისრაელმა გაანადგურა გამშვები აპარატების დიდი ნაწილი 12-დღიანი ომის დროს, მაგრამ ყველა ვერ განადგურდა გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ისინი მიწისქვეშა საცავებში არის განლაგებული. ახლა მაგალითად მათზეც ნადირობენ და ამავე დროს ანადგურებენ თავად ამ რაკეტების წარმოებელ ქარხნებს, მაგალითად თავრიში იყო ასეთი ქარხანა, რომელიც გაანადგურა ისრაელმა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მარაგები, რომლის საშუალებითაც ალბათ გაგრძელდება შეტევების მიტანა. კი ბატონო, მადლობა ზურაბ ბატიაშვილს უსმენდით, ანალიტიკოს